ნებისმიერ ღობეს ჭირდება მტკიცე ბოძები. და ტექნოლოგიურ ღობეს პენოპლექსისგან, რომელსაც პირადად ვიცნობ. და პროფნასტილის, ევროსტაკეტინის, ბადერაბიცის ღობეებს და ყველაზე იაფ ღობესაც კი ლურჯი ბადისგან. ამ მიზნებისთვის მეტალის ბოძზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუგონიათ. მეტალს კიდეც აგურის ბოძების შიგნითაც კი დებენ. ჩვეულებრივ მეტალის ბოძების დამონტაჟების სამუშაო რთულად და შრომატევადად მიიჩნევა. განსაკუთრებით რთულ ნიადაგზე, სადაც დიდი რაოდენობით თიხაა და რომელიც ხინვითი ამოგურცვის ძალებისადმი მგრძნობიარია, ჩვენთან სწორედ ასეთი ნიადაგია. ამ შემთხვევაში საჭიროა ღრმა ბეტონირება, მიწის გაპინვის დონეზე ქვემოთ. როგორ დავაყენოთ ასეთი ბოძები? მარტივად, სწრაფად, ერთხელ და სამუდამოდ და რაც თავარია ძალიან ზუსტად. როგორც ჩანს, მე ვიპოვე მარტივი გადაწყვეტა. ბაღის ბურღისა და მარტივი თვითნაკეთი იაფფასიანი მოწყობილობების დახმარებით, რომლებიც ერთი შეხედვით ამ რთულ საქმეს ნამდვილ სიამოვნებად აქცევს და საშუალებას გაძლევთ მარტივად მიაღწიოთ მილიმეტრიან სიზუსტეს. ამ საქმეს თავს არამხოლოდ გამოცდილი ხელოსანი, არამედ პენსიონერი აგარაკელი, სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, მუსიკოსი, პროგრამისტი და თუნდაც მარტოხელა დიასახლისიც კი გაუმკლავდება. რადგან ამ ვარიანტში საჭიროა მინიმალური რაოდენობის სამშენებლო მასალები, რომლებიც შეგიძლიათ მიიტანოთ პირადი ავტომობილით ან თუნდაც აგარაკის ეტლით. არხის იაშაკოსიაკის სიმღერები მაყურებლები პირველები გაიგებენ ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას. თემა ძალიან აქტუალურია, ამიტომ ყველაფერს თანმიმდევრულად მოგიყვებით. ყველას მოგესალმებით. ყველაფერი დაიწყო ბოძების ცენტრალიზატორის დამზადებით. ეს არის მარტივი მოწყობილობა, რომელიც იდეის მიხედვით უნდა საშუალებას გვაძლევდეს ღობის ბოძების ძალიან მაღალი სიზუსტით დაყენებას. მნიშვნელოვნად ამარტივებს იდეალურად ვერტიკალურად მდგომი ბოძების მიღებას, რომლებიც სწორედ იმ ადგილებიდან გამოდიან მიწის ზედაპირზე, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი და არა იმ ადგილებიდან, სადაც დიდი გადახრებია საჭიროებიდან. ცენტრალიზატორის გაკეთება სხვადასხვა გზით შეიძლება. მე ვიყენებ უსარგებლო 2 სისქის ფურცლის ლითონის ნაჭერს, ცენტრში ვაკეთებ მრგვალ ხვრელს 20 სმ დიამეტრით. ზუსტად ასეთი დიამეტრის ხვრელებს გავბურღავ მიწაში ბოძებისთვის. ელექტრონული ხერხი ლითონის პირით შესანიშნავად უმკლავდება ამ ამოცანას. შემდეგ ვიღებ პატარა ნაჭერს ღობის ბოძისგან და ცოტა გლუ არმატურას 10 დიამეტრით არმატურისგან ვამზადებ უჯრას, სადაც მჭიდროდ ჯდება ბოძის ნაჭერი. გრძელ ნამზადზე ვამოწმებ, რომ ყველაფერი სწორად გამოვიდა. შემდეგ დამჭირდა რაღაც მსგავსი ძაბრისა, რომელიც უნდა გაამარტივოს ბეტონის ჩასხმა ბურღულ ბურჯში. ასეთი სახელო ავადმყოფი ძაღლებისთვის ვიტრო ნაწილში პატარა აღმოჩნდა. და აქ მოულოდნელად მივხვდი იმ ძალის სარგებელს, რომელიც ყოველთვის მაწუხებდა, როცა თითქოს უსარგებლო ნაგვის გადაკრას ვცდილობდი. ძალიან ძველი თუჯის ჩინური გრილი. იმ წლებში გამოშვებულია, როცა ჩინეთი ალბათ არც კი ფიქრობდა მთელ მსოფლიოს, მათ შორის აშშ-ს დაემარცხებინა. მისი ერთი ნაწილი იდეალურად მერგება. მხოლოდ მინიმალური გადამუშავება იყო საჭირო. ბაღის ბურღით ღრმა ჭაბურღილი გავბურღე. რკინის სვეტებით საჭირო ადგილზე ცენტრატორი დავაფიქსირე. და პრეციზიული სიზუსტით პირველი სვეტი ჩავასხი ბეტონში. ტექნოლოგია მუშაობს, ურა! მე მივიღე პირველი გამოცდილება, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალება მომცა. ალბათ თავარი ისაა, რომ პროცესი ძალიან ეკონომიურია. ერთი სვეტის საიმედოდ დაბეტონებისთვის სულ ცოტა ნამსხვრევი ქვა, ქვიშა და ცემენტი არის საჭირო. გინდათ ვივარჯიშე და ახლა უკვე ყველაფრის დაფიქსირება შეიძლება. წინასწარ მონიშნულ ადგილზე ბაღის ბურღით ვიწყებ ხვრელების ბურღვას. ეს ბურღი ფასდაკლებით სულ რაღაც 30 ბელარუსულ რუბლად ვიყიდე. ეს არ აღემატება 1000 რუსულ რუბლს. დაახლოებით $10. ჩვენი ნიადაგი თიხით მდიდარია, მაგრამ მასში ქვები არ არის. მცირე სირთულეს მხოლოდ ნაყოფიერი ფენის გავლა წარმოადგენს, სადაც ხშირად გვხვდება გარშემო ხეების ფესვები. მაგრამ ძველი სეკატორი, ბაღის ნიჩაბი და ვიწრო შუბიანი ნიჩაბი ეხმარება ბურღს ამ ფენის გადალახვაში. ვწმუნდები, რომ ფესვებთან ბრძოლაში ხვრელის გადახრა არ მოხდარა და ვაგრძელებ ბურღვას. ამ პრიმიტიული ბურღის შესაძლებლობები აშკარად არასაკმარისია. არხ პესნია შიკოსიაკას დასაწყისში გადავიღე ვიდეო, მართლაც კარგი ბურღის დამზადებაზე. რეზბის მსგავსების გამო თავიდანვე მიწაში ეხება და თითქოს თავის თავს თავადვე კაჩავს. ზეწოლა საერთოდ არ არის საჭირო, მხოლოდ დატრიალებაა საჭირო. ის ბურღის სიმამს ვაჩუქე და მან წაიღო თავის აგარაკზე, 3 საცხონე მიწაზე.
ახალი ბურღის გაკეთება გულწრფელად რომ თქვა, უბრალოდ მეზარება. საერთოდ ყველაზე პრიმიტიული ბურღიც კი ამ ამოცანას უმკლავდება. დაშვებული ჩვეული აშკარად აჩვენებს, რომ ბურღვა შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადახრების გარეშე ვერტიკალიდან. პირველ ვარიანტში ჩემი შეძენილი ბურღი 1 მეტრის სიმაღლისაა. კომპლექტში არის სეგმენტი, რომელიც საშუალებას მაძლევს კიდევ 1 მეტრით გავზარდო მისი სიგრძე. იზოლენტით ვაკეთებ ნიშნულს, ლოპატებიდან 1 მეტრი 50 სანტიმეტრის დაშორებით. ახლა მაისის დასაწყისია. ამ დროს ჩვენს მხარეში ჩვეულებრივად ყველაზე მაღალი მიწისქვეშა წყლებია. ამიტომ როცა დაახლოებით 1 მეტრ 20 სანტიმეტრამდე ვბურღავ, ვიწყებ ყურადღების მიქცევას ამოღებული ნიადაგის ტენიანობაზე. აი სადაც ახლა ნიშნულია 1 მეტრი და 50 სანტიმეტრი. ნიადაგის ტენიანობა როგორც ჩანს არ გაზრდილა, მაგრამ გადავთვლით ბურღვა შევაჩერო და აქტიური ბეტონირებისათვის მოვემზადო. იმ შემთხვევაში თუ მიწისქვეშა წყლები გამოჩნდება. პირველი ბოძის დაყენებისას წყალს ვერ მივახციე. ეს მეორე ბოძი ცენტრალური, უფრო დაბალ ადგილზეა განთავსებული. 3 ნაწილ ქვიშაზე 1 ნაწილ ცემენტს დავამატებ და 5 ნაწილ ღორხს. ბურღულის საძირკვლები ეკონომიურია და მარტივი დასამზადებელია. რკინაბეტონი ძალიან სანდო და გამძლე სამშენებლო მასალაა. ხოლო სწორი ჰიდროიზოლაციის უზრუნველყოფის შემთხვევაში ის სუპერ სანდო და სუპერ გამძლე ხდება. ამიტომ ბეტონის ჰიდროიზოლაციის საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დავხურო. დაბურღულ 1 მეტრი 50 სანტიმეტრის სიღრმის ჭაბურღილზე აკენებენ ცენტრირების შაბლონს, მაგრამ უკვე მეორე თაობისას. დავიწყებ მის პოზიციონირებას. წინა ვიდეოში, სადაც ღობეზე ვსაუბრობდი, ავხსენი თუ როგორ მარტივად და ადვილად მოვნიშნე ბოძებისთვის ადგილები. ძალიან დაჭიმული ფოლადის თოკის, ვერტიკალის და რულეტკის დახმარებით. მონიშნის თოკი ისევ დაჭიმულია. და ვერტიკალის საშუალებით კარაბინზე ვადგენ ცენტრალიზატორის მდებარეობას ჩვენი და მეზობლის ნაკვეთების მიმართ. რულეტკებით ვპოულობ ცენტრალიზატორის მდებარეობას მარცხენა და მარჯვენა მონიშნის სფეროების მიმართ მეზობელი ბოძებისგან. ცენტრალიზატორი ზუსტად არის დაკენებული. ვაფიქსირებ მას მიწის ზედაპირზე კუთხეების ჩაჭედვით. შემდეგ უკვე ტექნიკის საქმეა. ცდილობ მეორე თაობის ბოძი ჩავდგა ცენტროვატოში. შედუღებულმა არმატურამ ბოძის კონსტრუქცია ქვედა ნაწილში გააფართოვა და ცენტროვატოში აღარ ეტევა. შეცდომა ითქვის ავის მოსურნე. დიახ, ნამდვილად შეცდომა. შეგახსენებთ, მე მქვია იაშა შეცდომა. ეს მეორე თაობის ცენტროვატორია, სპეციალურად მეორე თაობის ბოძებისთვის. ასე რომ ჩემს გარდა სხვა შეცდომა არ არის. ცენტროვატორის საშუალებას იძლევა, რომ ბოძი ზუსტად განსაზღვრული წერტილიდან გამოვიდეს მიწის ზედაპირზე. ასევე არ დაუშვას. ეს კი სრულიად შესაძლებელია მოხდეს ბეტონირების პროცესში. ამასთან ბოძი ინარჩუნებს მოძრაობას ორი კოორდინატის მიმართ. ამის წყალობით მისი ზუსტად ვერტიკალურად დაკანება უპრობლემოდ შეიძლება. ამ ღობის დაგეგმისას უამრავი ვიდეო გადავხედე. პოსტსაბჭოთა სივრცეში გავრცელებული ლაიფჰაკის მიხედვით, ბევრი ადამიანი მონტაჟისას სხვადასხვა მხარეს არმატურის ნაჭრებს არტყამს და მათზე ბოძს აჩარხავს. მეგობრებო, ეს ხომ სრული კოლხოზია. არ მესმის, რატომ ვერ აკეთებენ მსგავსი რამეს ბიჭები, რომლებიც პროფესიონალურად ამონტაჟებენ ღობეებს და გადახურვებს. ამის ნაცვლად ისევ წვალობენ მუხლებზე, სტილობენ არმატურის ნაჭრები ყველაზე მოუხერხებელ მდგომარეობაში ჩაარჩონ და როგორღაც მიადუღონ ბოძი. თანაც სხვადასხვა მხარეს ჩარჩობილი არმატურა ალბათ ბეტონის ჩასხმის შემდეგ ვეღარ მოიხსნება და დამატებით საყრდენად იქცევა მიწის ამოშლის ძალებისთვის, რომლებიც მას, როგორც დომკრატს, შეეცდებიან ბოძის აწევასა და გადახრას. მეორე თაობის ცენტროვატორზე ისევ ერგება ჩინური გრილის ტექნოლოგიური ნაწილი. მოსახერხებელი ძაბრისა და მცირე დიამეტრის გლუვი არმატურის წყალობით ბეტონის ჩათვირთვა ძალიან მოსახერხებელია. იწყება ხიმინჯის შევსება. ან გრილის ნაწილს რომ უყურებდი, გულით გამიხარდა ჩვენი ჩინელი ძმებისთვის. იმიტომ რომ ისინი არ გაჩერდნენ მხოლოდ მასობრივი მოხმარების პროდუქციის გამოშვებაზე, არამედ ბევრად უფრო შორს წავიდნენ. და ის რომ ჩვენს ბელარუსს ჩინეთთან კარგი ურთიერთობები აქვს, ძალიან კარგია. ბეტონს ფრთხილად ვდგებნი გრძელ ხის ნაჭერით. როცა პირველ სვეტს ვაბეტონებდი, მივხვდი რომ ამ საქმეში ბეტონშემრევიც კი არ არის აუცილებელი. პერფორატორი მიქსერის თავით ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ურევს ცემენტს და ქვიშას მშრალ მდგომარეობაში. რადგან ბეტონს აზიანებს წყალი, უпростоრად მისი სიჭარბე, ვცდილობ წყალი დავამატო მხოლოდ ცემენტის მოცულობის 50-დან 70%-მდე. ბეტონი გამოდის სქელი, მაგრამ ჩემი ამოცანისთვის ეს სწორედ ისაა, რაც ვჭირდება.
მიწის ზედაპირამდე დაახლოებით 40-დან 50 სანტიმეტრამდე რო რჩება ბეტონირებას წყვეთ. საკმარისია სულ 5 პატარა ნაზავის გაკეთება პერფორატორით. ვხსნით ცენტრირების მოთხოვილობის ცენტრალურ ნაწილს. ვაყენებ 110 მმ-იან საკანალიზაციო მილის ნაჭერს და ვავსებ მას ბეტონით. სვეტი ისევ ფიქსირდება. საკანალიზაციო მილისა და ბეტონისგან დამზადებულ დაცვას ვაკრი ქვიშას, რომელსაც ასევე საფუძვლიანად ვტკებნი. დაშორება ზუსტად 251 სანტიმეტრია, მონტაჟის სიზუსტე კვლავ უმაღლეს დონეზეა. სანამ შემდეგი ბოძების მონტაჟზე გადავალ, საჭიროდ მევიჩნევ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. ეს არის ხობის ბოძების მომზადება. მე შევიძინე 6 მეტრიანი პროფილური მილი, რომლის ქვეთა არის 6x6 სანტიმეტრი. და კედლის სისქე 3 მ-ია. პირველ რიგში ვიღებ ნაჭერს და ვასუფთავებ უხეშ ჭუჭყს. კადრს მიღმა ვივარჯიშე და მივხვდი, რომ შემდგომი გაწმენდისთვის მინიმუმ 3 ეტაპი მაინც არის საჭირო. უკეთესი იქნება თუ კიდევ უფრო მეც გავაკეთებ. ვიღებ პირველ ნაჭერს, ვასველებ ლითონის ცხიმის მოსაშორებელ საშუალებაში და ვწმენთ. ძალიან სწრაფად ხდება გასაგები, რომ ნედლი პროფილის მილი საკმაოდ სქლად არის დაფარული ზეთოვანი კომპონენტებით. სავარაუდოდ ისინი გამოიყენება წარმოების ეტაპზე, ასევე ასრულებენ ანტიკოროზიულ დაცვას ლითონის ტრანსპორტირების და ღია ცისქვეშ შენახვის დროს. პერიოდულად ვასველებ ტივოს და ვწმენთ პროფილის სამ მხარეს. შემდეგ ვაბრუნებ 180 გრადუსით და ისევ ენერგიულად ვწმენთ. დარწმუნებული ვარ, პირველადი გაწმენდისთვის შეიძლებოდა გამოყენებულიყო white spirit-იც. ის ასე სწრაფად არ ოთხლდება, ხოლო ცხიმის მოსაშორებელი უკვე მხოლოდ დასრულებისას გამოიყენება. ვიწყებ მუშაობას მეორე ნაჭერი ტივოთი. მილი უფრო სუფთა გახდა, მაგრამ სქიმიანობა ჯერ კიდევ დარჩა. თელ პროცესს ვიმეორებ. მესამე ნაჭერი ტივო თავიდან ახარებს იმით, რომ სისუფთავეს ინარჩუნებს. მაგრამ მალე აჩვენებს, რომ მესამე ეტაპიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წინა ორი. მივხვდი, რომ ასე ლითონის გაწმენდა უსასრულოდ შეიძლება. მაგრამ ერთ მომენტში უბრალოდ უნდა შეჩერდე. პირველი 4 გაწმენდილი მილისა და დანარჩენ დაუწმენდავებს შორის განსხვავება თვალსაჩინოა. მათზე თითქმის 1 ლიტრი ცხიმის მოსაშორებელი და თითო მილზე 3 ტილო დამჭირდა. ინტერნეტში რჩევებს ვეძებდი ლითონის შეღება და გასაწმენდად. პირველმა რჩევამ თავისი იაფასიანობით და ხელმისაწვდომობით მომხიბლა. როგორც ჭურჭელს, ისე ენერგიულად ვეცხავ მილს სამზარეულო ღრუბლით, უხვად ვიყენებ საპნიან ხსნარს. ღრუბელს ხშირად ვეცხავ ვედროში. სასინჯი ნაჭერი ძალიან სწრაფად აჩვენებს, რომ ეს გავრცელებული ლაიფჰაკიც არ არის მარტივი პანაცეა. მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ მინიმუმ 3 მილების გარეცხვის შემდეგ ჩანს. დიდი სიამოვნება წყლით ფუსფუსში, განსაკუთრებით ისეთ გრილ ამინში, როგორშიც მე მუშაობდი, ნამდვილად არ არის. ასეთი გარეცხვის შემდეგ მილს რაც შეიძლება კარგად ვაშრობ. თუ ასე არ მოვიქცევი დაცვა რომ ჩამორეცხილია, მილი აუცილებლად მაშინვე ჟანგდება. გამხსნელი თან ცხიმის მოსაშორებლით გაწმენდისას ჭუჭხს თავის თავზე იღებს ტილო. სარეცხი საშუალების გამოყენებისას ჭუჭხს თავის თავზე იღებს წყალი. როგორც ვხედავთ, ესეც საკმაოდ დამღლელი პროცესია. ამიტომ ყველაფერი რაც შეიძლება ლაიფჰაკად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში ასე არ არის. საკმარისია ოდნავ მოდუნდე და ღრუბლით ცოტა ნაკლებად აქტიურად იმუშაო, რომ დაუბანელი ადგილები დარჩეს. გაუზავებელი საშუალებაც ვერ გიშველის. ამ არც თუ სახალისო ქაფიანი თეულების გარჩევაში ძალას მაძლევდა ის აზრი, რომ თუ ჩვენს მშენებლებს ღობეს შეუკვეთავ, მივიღებთ უხარისხოს, როგორც საღებავამდე გაუცხიმებულ ბოძებს. და არც არის გარანტია, რომ საერთოდ არ გამოტოვებენ ამ ეტაპს. ყველაზე უხარისხო საღებავიც კი 2 წელიწადს გაძლებს. და როცა ყველაფერი ჟანგვას დაიწყებს, იმ ხელოსნების პოვნა და პასუხისგებაში მიცემა უკვე თითქმის შეუძლებელი იქნება. საერთოდ თუ დიდხანს რეცხავ, ამ მეთოდითაც შეიძლება ცუდი საბოლოო შედეგის მიღწევა. მაგალითად, როცა გააქვს ცხიმის მოსაშორებელი საშუალება და მისი მოტანის შესაძლებლობაც არ არის.
შემდეგ გადავთვალე შემემოწმებინა შემდეგი გავრცელებული ლაიფჰაკი. მცირე მექანიზაციის საშიშ საშუალებების გამოყენებით, კერძოდ მაღალი წნევის სარეცხი აპარატის და ქაფის გენერატორის ქაფით, ავტოქიმიით კონტაქტური რეცხვის გარეშე ავტომობილისთვის. დარჩენილ მილებს ისე ვაწყობ, რომ ერთი გავლით აქტიური ქაფი მილების ორივე მხარეს მოხვდეს. ვაბრუნებ. პროცესს ვიმეორებ. მანქანის უკონტაქტო რეცხვის გამოცდილებიდან ვიცი, რომ ამ მეთოდში კონტაქტი ყველაფერს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ამიტომ თითოეული მილის ყველა მხარეს ღრუბლით ვწმენთ. ავტოქიმიის იმედია საკმარისად რეაგირებული ნაზავის ჩამორეცხვა ალბათ ყველაზე სასიამოვნო საქმეა ჩემი დღევანდელი მეტალის გაწმენდის პროცესში. მართლა იგრძნობა მცირე მექანიზაცია. კიდევ ერთი სიმართლის მომენტი. სასწაული, რომელსაც ასე ველოდი, არ ხდება. დასკვნა, რომ მილის დასუფთავება სპეციალური მეტალის ცხიმის მოსაშორებლით გამეკეთებინი და ბინა და საეჭვო ლაიფჰაკებზე არ გადამერთო, ნაკლებ დროს დავხარჯავდი. ამიტომ კი მილებს ცხიმის მოსაშორებლით ვასუფთავებ. და თუ კომენტარებში თქვენს წარმატებულ გამოცდილებას გაგვიზიარებთ, მხოლოდ მადლიერი ვიქნები. ახლა ესეთ ანტიკოროზიულ მასტიკას გამოვიყენებ. სამწუხაროდ ეს რეკლამა არ არის. როგორც ჩანს, ეს რაღაც ეპოქსიდურია. რადგან ერთი კომპონენტი მეორესთან უნდა აურიო. ეს მეზობელმა იყიდა. ამ ნაზავით დამუშავებულ მეტალის კონსტრუქციებზე მას 12 წლის შემდეგაც კი კოროზიის დაწყების არც კი ანიშნება. როცა 6 მეტრიან მილებს საყრდენებისთვის ვღებავდი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი ზუსტად რა ზომებზე დავჭვიდი მათ. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ საყრდენების მიწის ზედა ნაწილი დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის მინდოდა გამეკეთებინა. ამიტომ გადავწყვიტე მილები ორივე მხრიდან 2-2 მეტრი შემეღება. პირდაპირ შეღებამდე კიდევ ერთხელ ვასუფთავებ ზედაპირს ცხიმისგან. ასეთი შეღების ვარიანტით მანევრის დიდი შესაძლებლობა მრჩება. მაგალითად, შესაძლებელია გაჭრით მივიღო 1,5 მეტრის სიგრძის ბოძი, ხოლო მეორე 2,5 მეტრიანი გავზარდო 3,5 მეტრამდე, თუ მას 1 მეტრიან მილს მივადუხებ. ან კიდევ სხვა მრავალი ვარიანტი და რომელიც შემდეგ უფრო მომეწონება. მეზობლის მასტიკა ძალიან კარგად ფარავს. მთლიანად მილების შეღება არ დამიწყია. რადგანაც საკითხის შესწავლის შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ ბეტონში ჩასასხმელი ნაწილი უკეთესი შეერთებისთვის არ უნდა იყოს შეღებილი. არმატურას ხომ არ ღებავენ? ვფიქრობ, თქვენც როგორც მე იცით, რომ ავტომობილის შეღება ძალიან ფაქიზი და დეტალური საქმეა, მაგრამ საშუალო ღობე გაცილებით დიდხანს ძლებს, ვიდრე საშუალო ავტომობილი. მაშ, რატომ არ ვეკიდებით ღობეების შეღებას იგივე პასუხისგებლობით? მე ვფიქრობ, რომ პროფილის მილების მწარმოებლებს ხელს აძლევთ, რომ ჩვენ ხშირად ვღებავთ მათ სათანადო მომზადებისა და მონდომების გარეშე. ღობეები, რომლებიც თითქმის სამუდამოდ შეიძლება გაძვოს, ჟანგდება. ამიტომ საჭიროა ახალი ღობეები და ჩვენ ისევ ყიდულობთ მეტალს ღობეებისთვის. ყველა დამზადებულ დეტალს ვფარავ ორ ფენად, შუალედური გაშრობით ინსტრუქციის მიხედვით. სხვათა შორის პირველი კადრს მიღმა დამონტაჟებული ბოძი მხოლოდ 3,5 მეტრის სიგრძის მილის ნაჭერი იყო. 1,5 მეტრი მიწაში, 2 მეტრი ზედაპირზე. იმ დროისთვის უკვე მქონდა უფრო საიმედო ბოძების ვარიანტი მოფიქრებული. ამისთვის საჭირო იყო უფრო თანამედროვე მეორე თაობის ცენტროვკის მოწყობილობა. ფურცლოვანი მეტალის ნაჭერი აღარ მქონდა და გადავწყვიტე გამომეწვა პროფილური მილის ნაჭერი, რომლის კვეთა იყო 25-25-ზე 40 მმ. მეც ჩემი არც თუ მაღალი მოყვარულის დონის შედუღების უნარებითაც კი, მისი დამზადება პრობლემას არ წარმოადგენდა. თუ ვინმე ვისაც საერთოდ არ შეუძლია შედუღება, გადაწყვეტს გაიმეოროს ჩემი გამოცდილება. მაგალითად, მარტოხელა დიასახლისი ვფიქრობ უპრობლემოდ იპოვის მეზობლად ვინმეს, ვინც ამ მარტივ მოწყობილობას შეუდუღებს. მაგალითად, მცირე მადლობის სანაცვლოდ. ყველა ზომა თვითნებურია. გარდა გლუვი არმატურის უჯრედისა 60-ზე 60 მმ. ჯერ კიდევ გამოუცდელ სვეტების ცენტროვატორზე დიდი იმედები მქონდა სამუშაოს გამარტივების კუთხით. ამიტომაც არ დამეზარა და შევღებე კიდეც. ასევე შევღებე პირველი თაობის ცენტროვატორიც. მეორე, უფრო განვითარებული თაობის სვეტებისთვის უახლოეს მეტალობაზაზე შევიძინე ცოტა არმატურა, 12 მმიანი კვეთით. სისწრაფის მხრივ მე ისეთი მუშავარ, სულ რაღაც მაფანტავს ხურადღებას. ამიტომ ყველაფერი შეწყვეტებით კეთდება. არაღებილ ნაწილს როგორც შევძელი ვცდილობდი კოროზიისგან დამეცვა. მილები უკვე მოესვარა. სამაგიეროდ საღებავმა სინდკიცე მოიპოვა. ამ ღობეზე თითქმის 20 წელი ვფიქრობთ. ამიტომ ერთი კვირა აქეთ-იქით, ან თუნდაც 1-2 თვე უბრალოდ წამია. სადბეჭქარება. ნიშნავ და ვჭრი მილს ზუსტად შუაზე. ანუ ორ ნაწილად, თითო 3 მეტრი. იაფი ინოვაციების მხარდაჭერა, რომლებიც ხორციელდება არხზე იაშა კოსიკას სიმღერები. შესაძლებელია კოსიაკას ან YouTube-ის სპონსორობის მეშვეობით. რუსეთიდან მაყურებლებს ამის გაკეთება შეუძლიათ ბუშტის სერვისის მეშვეობით. მული ვიდეოს ქვემოთაა.
გადავხედავ ვიდეო მასტერკლასებს არმატურის პროფილურ მილებზე შედუღების შესახებ და ყოველი ახალი მცდელობისას შედეგი უკეთესი ხდება. გადავთვლით არმატურა არ შემედუღებინა კვადრატული მილის კუთხეებთან, არამედ ცენტრში, გვერდებზე. ჩაფიქრებით, ასეთი შედუღების ვარიანტში საერთო კვეთა ნაკლები იქნება. და ასეთი სვეტი უფრო ფართო მანევრის საშუალებას მისცემს ჭაში. ეს მნიშვნელოვანია თუ ბურღვისას შემთხვევით მოხდება მისი შესამჩნევი გადახრა ვერტიკალიდან. სამყარო ხომ იდეალური არ არის. ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ბოლოში მივადუღე კვადრატი 2 მეტალის ნაჭრისგან. მისი მთავარი ამოცანაა არ მისცეს სვეტს არმატურით ჯის ფსკერზე ჩარჯობა. და მისი გადაადგილება შეიძლებოდა რომ ზუსტად ვერტიკალურად დაგვეყენებინა. მინდუღებული არმატურით სვეტის სრული სიმაღლე ისევ 3.5 მეტრია. ჩვენი გომელის რაიონის კლიმატში, რომელიც ბელარუსის სამხელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია, ბეტონირება 1.5 მეტრის სიღრმეზე ითვლება სრულიად საკმარისად. უფრო მკაცრი კლიმატისთვის საკმარისია უბრალოდ სვეტის არმატურული ნაწილი გაახანგრძლიოთ და უფრო ღრმა ჭაბურღილები გაბურღოთ. როდესაც სვეტის მეტალის სისქე 3 მ-ია, ასეთი სვეტები რა თქმა უნდა უფრო განძლია ვიდრე მაშინ, როცა სისქე 2 მ+. ჩვენთვის, ვინც შედუღებაში პროფესიონალი არ ვართ, ასეთი მეტალის შედუღება უფრო მარტივია. შეცდომის დაშვების და რკინის დაცვის ალბათობა ნაკლებია. სვეტის არმატურით გაზრდა დიდად ფულს არ ზოგავს, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, ის ბეტონის სხეულში მაქსიმალურად მყარად უნდა დაფიქსირდეს. ყოველთვის ვცდილობ ვიმუშაო მინიმალური ინსტრუმენტებით, ამიტომ სპეციალური კუთხით საჭრელი ფერხი არ მაქვს. მაგრამ კუთხის სახაზავი, მარკევი და პატარა ბულგარული ცოტა ნელა, მაგრამ ასევე აღწევს სასურველ შედეგს. შემდგომში გადავწყვიტე შედუღება ასეთი საკმაოდ გრძელი წერტილოვანი შედუღებებით. და მარტივ საქმეზე ვინც შედუღება არ იცის, ფიქრობ ადვილად იპოვის მეზობლად მოყვარულს, რომელსაც მადლობა გაუხარდება. უკიდურეს შემთხვევაში განცხადებით იპოვის ვინმეს, ვისაც ცოტა ფული სჭირდება. შემდეგი ჭაბურღილი რეკორდული აღმოჩნდა როგორც ფესვების რაოდენობით, ასევე მათი სისქით. ზოგიერთთან გამკლავება სეკატორით და თუნდაც ვითრობას რნიჩვით უკვე შეუძლებელი იყო. დახმარებისთვის მოვიდა ბაღის ხერხი, რომლის სიმახვილეზეც რისკის გაწევა მომიწია. სწორი ხაზის დასამაგრებლად კარაბინზე დამაგრებულია უბრალო მარყუჟი. კარაბინის საჭირო ადგილზე გადატანა მოსახერხებელია, ხოლო მარყუჟი საშუალებას მაძლევს სწრაფად შევცვალოს სწორი ხაზის ძაფის სიგრძე. სანამ მეორე ჭაბურღილს ბურღავდი, ბეტონი უკვე უნდა დაწყებულიყო გამაგრებას. ამიტომ ცენტრალიზატორის მოხსნა და ახალ ადგილზე გადატანა უკვე შეიძლებოდა. სვეტზე დაყენება და საკანალიზაციო მილის ბეტონირება ჩემი მოგონილი არ არის. ეს ინტერნეტში ვიპოვე. ვფიქრობ, ეს საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილებაა. ასე, ბურჯის ქვედა ნაწილი უფრო ფართო გამოდის, ხოლო ზედა ნაწილი, სადაც ყინვის ამოსვლის ძირითადი ძალები მოქმედებს, უფრო ვიწროა. დამატებით პლასტმასის მილს ქვიშით ვფარავ, რომელიც არ არის ამოსული მიწა. პირველ რიგში ერთ-ერთ უკიდურეს სვეტს ჩავასხი ბეტონი, იმას, რომელიც კადრს მიღმაა და ყველაზე ცენტრალურსაც. 50 მეტრზე თოკი ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოეკიდება, როგორც არ უნდა დაჭიმო. ზოგ ადგილას ის სვეტების სიმაღლეზეც კი დაბლაა. ამიტომ დაფის ნაჭრისა და ორი კოჭისგან გავაკეთე თოკის ამწევი ცენტრალური სვეტისთვის. ახლა მუშაობაც უფრო მოსახერხებელი იქნება. ბეტონის გამაგრებისას მას აქვს შეკუმშვა. ამიტომ მოგვიანებით საჭირო იქნება მისი დამატება პლასტმასის მილების ზედა ნაწილამდე. კიდევ ნახე ვარიანტი, როცა ჭაში მთელ სიღრმეზე დიდი დიამეტრის მილი ჩადიან და უკვე მასში ასხამენ ბეტონს სვეტისათვის. მგონია რომ ეს რაღაც სისულელია. სქელი მილი, რომელშიც სვეტი ბეტონით არის ჩამოსხმული, ჭაში მყარად არ დაждდება. სვეტიც მასთან ერთად ირწევა. გადავხედე დიპლომირებულ მშენებლებს. ავტორიტეტები ამბობენ, რომ ბეტონის პირდაპირ გაბურგულ ჭაში ჩასმა შეიძლება. კედლების დაცვა არაფრით არის საჭირო. ეს ბურღვა რეკორდული აღმოჩნდა ფესვების არარსებობით. ასევე ახლა შესაძლებელია დამატებითი მონიშნის ძაფის გამოყენებაც. სჯობს იგი მცირე მანძილზე დაამაგროთ და არა პირდაპირ ბოძებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი ბოძი ოდნავ გადახრის მას, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე და ღობე მრუდე გამოვა. ტრასის სისქე დამოკიდებულია წონასა და დონეზე. მონიშნის ძაფით ადვილია ბოძების განლაგების ხაზზე კონტროლი. მაგრამ ვერტიკალურად ისინი ორ სიფრთხეში უნდა იდგნენ. ამას კი ძაფით ვერ განსაზღვრავ. როცა ნაცრისფერი საკანალიზაციო მილის ნარჩენები დამიმთავრდა, ნარინჯისფერი ვიყიდე. ახლა კიდევ უფრო საიმედო უნდა იყოს. ბოლოს ღობის სამუშაოების დასრულებისას სვეტებსაც გეგმო, ან ბეტონით, ან ქვიშისა და ცემენტის ნაზავით შევავსო. შიგნიდან კოროზიის თავიდან ასაცილებლად. ჯერ ამაზე არ ვჩქარობ, რადგან შევსების მონტაჟისას შეიძლება მათი გაბურღვა დამჭირდეს. ამერიკელი მუშების მსგავსად წელის ჩანთა ჯერ არ მაქვს. ვიყენებ ხუთს, სადაც თითქმის ყველა საჭირო მარტივი ინსტრუმენტი ინახება ამ სამუშაოსთვის. 5 სვეტიდან სვეტზე გადაადგილდება და არ იკარგება. 3 სვეტის მონტაჟისთვის საკმარისია 1,25 კილოგრამიანი ცემენტის ტომარა. რამდენად მცირეა ქვიშისა და ნამსხვრევების რაოდენობა ერთ სვეტზე, ვფიქრობ თვალსაჩინოდ ვაჩვენე. მაგრამ მგონია რომ თუ სვეტის ზედა ნაწილს ამ მილის გარეშე დავტოვებს და პირდაპირ ქვიშას მივაფრით, არაფერი შეიცვლება.
ამ მეთოდის მხარდამჭერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ზედაგაყინული ნიადაგის ფენა პლასტმასზე ისრიალებს, ხოლო მეტალზე მიეყინება და ეცდება, რომ ის ამოწიოს. ამიტომ უმრავლესობის რჩევას უსმენ და ვაკეთებ ისე, როგორც ყველა. თანაც მილი მხოლოდ ზედა ნაწილშია შეღებილი, დანარჩენს კი ბეტონი კოროზიისგან დაიცავს. თითქმის დაუშვი შეცდომა და ერთ-ერთ მთავარ წესს უღალატე, რაც თვითნებური მშენებლობისას უნდა დაიცვა. მქონდათ ცდუნება, პროფესიონალები დამექირავებინა. მათაც კი მოუხმე, რომ დაეთვალათ, რამდენი დამიჯდებოდა ლენტის ჩამოსხმა, რადგან ასეთ ნიადაგზე ეს ყველაზე საიმედო ვარიანტია. ასე რომ ამ ლენტისათვის, რომელიც ჩამოსხმულია ბოძებზე და მხოლოდ 80 სანტიმეტრზეა ჩაძირული, რაც უფრო როსტვერკის ფუნდამენტს გავს, ორი მხრიდან 50 და 30 მეტრი, ჩემგან მოითხოვეს 20,000 ბელორუსული რუბლი რკინის ბოძებით, რომლებიც ჩემს ბოძებზე უფრო თხელია. ეს არის $7,000 ან 9 მილიონზე მეტი რუსული რუბლი, $80 ან 7,000 რუსული რუბლი თითო გრძივ მეტრზე. თუ ასეთი ფული მქონდა, ასე მიწაში ჩამარხვა თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით სულელური იქნებოდა. თანაც კეთილ მეზობლებს შორის ღობის გამო. თუ მე თვითონ დავიწყებ ამ ლენტის ჩამოსხმას, მაშინ არხი პესნიაში კოსიაკა მომდევნო 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ამ საქმეს მიეწუნება. ამასაც ვერ გავაკეთებ. შემდეგ გკითხე, რამდენი დაჯდება ხრახნიანი სვაიები, თუ მათ 1.5 მეტრზე ჩავაბრუნებთ, ხოლო 2 მეტრი ზედაპირზე დავტოვებთ. სვაის მონტაჟის სპეციალისტებმა მითხრეს, რომ ვერ მოახერხებენ მათ ისე ჩახრახნას, რომ მიწის ზედა ნაწილი ზუსტად ვერტიკალური იყოს. მხოლოდ ოდნავ მიწის ზედაპირიდან მაღლა შეუძლიათ დატოვონ. ასეთ შემთხვევაში ბოძების სვაიებზე ვერტიკალურად მიდუღება მობიწევს. კიდევ ერთი მინუსი ხრახნიანი სვაიების ისაა, რომ ჩახრახნისას მიწა ფხვილდება და სვაი შეიძლება ირყეოდეს. ამიტომ ღობეებისთვის რეკომენდებულია სვაიების სულ ზედა ნაწილი შემოათხარო და დააბეტონო. მოკლედ, არც ესაა იაფი და თარრთულია. კომპოსტიდან გამოშვებული ცხოველები თავიანთ გზაზე გაუშვა. ეს ძალიან ზარმაცი და ნელი ღობის დამზადებაა. იმის წყალობით, რომ მონიშნვისთვის ზედა თოკი და შვეულა გამოვიყენე, მოვახერხე იმ ბოძების მონიშნა, რომლებთანაც ცუდომა მქონდა. მონიშნა გამოვტოვე იმ ბოძებისთვის, რომლებთანაც ჯერჯერობით ცუდომა არ მქონდა და უკვე ნელ-ნელა საქმეში ჩავერთე, საკუთარ ძალებში რწმენა გამიჩნდა და უზრუნველყოფ ცდომას იმ ბოძებთან, რომლებთანაც მაგალითად კომპოსტერების გამო ცდომა აქამდე არ მქონდა. ძველი ღობის ბადე საჭირო ადგილებში მხოლოდ ბეტონირების დროისთვის მოხსენით. ასეთი მიდგომა მორალურად უფრო მარტივი მომეჩვენა, ვიდრე თავიდანვე ყველაფრის დემონტაჟი. ამისგან შეიძლება დაიღალო ჯერ კიდევ ბოძების მონტაჟამდე. თუ გამიზიარებთ ბოძების მონტაჟის უფრო განვითარებულ ვარიანტებს რთული ნიადაგებისთვის, ძალიან მადლობელი ვიქნები. ამ ვიდეოს გამოსვლის მომენტისთვის ბოძების დაყენების საჭიროება ჯერ კიდევ არსებობს. ამიტომ სიამოვნებით გამოვცდი უფრო საიმედო და იაფ ვარიანტს. არც ერთი ბოძი არ დადრულა ბეტონირების პროცესში. თუ ამ ვიდეოს გააზიარებთ, თქვენს ბევრს დიდ დახმარებას გაუწევთ. დაალაიკეთ, გამოიწერეთ არხი იაშა კოსიაკის სიმღერები, გამოიწერეთ რუთუბი, ვეკეჯგვი, ვიკიტგუფი, TikTok-ი და ძენი. ყველა ბმული ვიდეოს ქვემოთაა. დააჭირეთ ზარსაც და მაშინ ზუსტად შეგატყობობინებთ. დაემშვიდობა სუფევდეს მთელ მსოფლიოში. მადლობა.